ვიყავით წყნეთში. ჩვენთან არის ბატონი ლევან გულბანი, შონია და ნიკა არიან გადასულები. მემზადებით წასასვლელად ფარავნის ტბაზე, რომელიც უნდა იყოს წესით გაყინული. და უნდა იყოს ძალიან მაგარი სიცივე და კარბუქილი. სინახავთ, ძალიან მინდა მე. მეგობრებო, მოგესალმებით. iPhone 15 Pro Max-დან. მე ცოტა ნაბახუსებზე ვარ, გუში რაღაცა შარაფი იყო იქ და თოვლიც არის, კარგია. 29 ფარენგეიტი, ეს ხო ვერ გადავიყვანე. რამდენია? 29 ფარენგეიტი 10 გრადუსი არა. აი 10 გრადუსი ჩემო აქ იქნება 3-4 გრადუსი მაქსიმუმ. იმედი არ გავაფუჭეთ რამე ხო? აი არა უშსარიანებლოთ. იყავით ყველა ტალახი არ გადმოიტანოთ. ბარო ზაღლი დისკი არ არის გაუნული, ყველაფერი კარგად არის. საყურადღებით უნდა ვიყოთ საჭესთან. გადამღები მჭირდება რა. გიგონა გვაკლია. ამოვედით ცოტა მაღლა მზემ გამოვანათა რაღაცები გამოჩნდა მეგობრებო. ლამაზესი ბუნება და წარმოიდგინე ხა ესეთი ამინდი იქ და ეს გადაყინული ხეები და პლუს მზე და ცისფერიცა. მეცუდათაო. ცუდად ხარ? შეხედი ძალიან ლამაზია იმენეს. ნიკოს დამეთანხმედა რომ ასე რომ მოვდივართ, რაც თავიდან გვიხარია, მე ვიწყეთ და მე უკვე მოგწონს და მე უკვე მოვავშედიარ და მე უკვე საღამოს ვიღლებით და მე თუ მეთქი რა გვინდოდა თქო და მე უკვე ბოლოს თვეების და კვირების რო ვიხსენებ წვრილად. ეს ანატომია მოგზაურობის. ვიმყოფებით წალკის რაიონში. ნიკოლოზი ცოტა ვერ არის, პახმელიაზეა. ვეძებთ წნევის გაზომვის საშუალებას, მაგრამ არ გვაქვს. მაგრამ ვიმყოფებით. მოკლედ არ ვიცი წალკის მუნიციპალიტეტის რომელიღაც სოფელში ვართ ეხლა. წნევამ მეგონა ქონდა ნიკას. შევიყვანე აფთიაში, გავაზომინე. არ აღმოაჩნდა მე გავიზომე. აპარატის გასატესტად ტყილს ვარ აჩვენე და აჩვენა 170. 10 ემოციის იყო მე გავიზომე 160 150 ხა წამალი დავიდე მაგრამ თავს კარგად დავთავაზე შენი გინაცვალი ძალიან მაგარი ბუნება სხვა სიმკაცრეა ჩვენ ხო ზაფხულში ვიყავით ეჭვით უსებზე ავიდეთ. ჩვენ ამდენი გზა გავიარეთ იმ დღეს? იმ დღეს ჩვენ გავიარეთ ჭეჭემა ზემო აჭარიდან წამოვედით და პირდაპირ წესით ერთი გაჩერება უნდა მქონოდა პროსტ დაგვეზარა მარტო გასულს. და მე დაჟე იმ საღამოს ქუთაისში ჩავედი მე. ხო იქ საურმები რომ ჭამეთ. ხო და მე ქუთაისში წავედი კიდე ანუ ზემო აჭარიდან ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდანი და წალკა, თბილისი და მე ქუთაისში წავედი თბილისიდან.
pictures of my dreams, the rays up and dance with me. Now and forever, I'm your ოუ, გზამშვიდობისა, მაგერ. აუ, აი იქ არის ნახე რა ნამქერი. ბიჭო, ის ნახე ბოძებია, ჩემ ნამქერში ხედავ. აქ დავრჩებოდი კარვით. ვერ ხარ. პირველად ვარ აქ და ამახოლმე ჩამოყალიბებულად საოცარი გულობა არის მადლობა მოცელ ამ იდეისთვის შვენიერია, არ უნდა ნოვრო წამოვედი. აი ყინულზე უკვე როდიდან ვართ რო ვიცოდეთ ეს ქვევით უკვე ვარ დავაი შევსკათ პირველი ნაბიჯი მე მივთი რომ ჩემი თემაა ეს მოგზაურობა და რაღაცების ნახვა არის რაც მე მიყვარს და დავაი ჩვენი ხალხი მოხმებით ხათაშვილს აი ეს თოვლი ჩვენს ქვევით არის დაახლოებით 15 სანტიმეტრის სისქის ყინული როგორც გვითხრეს არავის არ უთხრა მე მოვიფიქრე მაგრამ ესე მგონია თავში აი ვიღაც პარამბანისტები არიან ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას გადავწყვიტეთ რომ უკან არ დავბრუნდეთ განვაგრძოთ გზა და ჩავიდეთ ნინოწმინდაში ვართ დაახლოებით ზუსტად 2000 მეტრზე მაგრამ განცდა არის რომ საერთოდ არ ვართ იმიტომ რომ უზარმაზარი მთებით ვართ გარშემორტყმული რა სიტყვით რავი შუალედური დასვლა რა არის ეხა მზე არის, მაგრამ იგრძნობა სიცივე, გარეთ რო გადადიხა რა. კი დაახლოებით -5 გრადი. -5 მაგრამ წარმომიდგენია რომ მზე არ იყოს, აქ იქნებოდა რა ვიცი, ნისლი, თელი ამბები ისინი, მაგრამ ძალიან კარგი ტემპერატურაა, ზემგულ მკერდი გამითო. შონი შენ რა გაწუხებს მოგზაურობის ამ ეტაპისთვის? არაფერი არ მოწუხებს, მშია რა, ერთადერთი ძლიერ მშია და ვეღარ გავაჩერეთ მანქანა რომ კარგად ვიკვებოთ რა. დანარჩენი ყველაფერი არის იდეალურად, ნამდვილად იდეალურად არის ყველაფერი. შვენიერი დღე გამოვიდა, ვარ ჯერ წინა ყველაფერი. კარგად ჩანს ურბანი? ხო, იმენა კიდევ ყველაფერი წარგზებს. და ვაგრძელებთ გზას. სადმე გავაჩერებთ ჩვენს ახალწლებს შევჯამთ. სომხურ ლავაშთან ერთად შემოვედით ქალაქ ნინოწმინდაში, მეგობრებო. შარშანწინდელი ტურის კადრებს როცა ვათვალიერებ, რომელიც ძალიან სასიამოვნო ემოციებს აღზრავს დღემდე ჩემში. რატომაც ნინოწმინდის კადრები არ მაქვს, როგორც მახსოვს. თუ კი გვაქვს, ოღონ მე მგონი მარტო იმას ვიღებდით ხოლმე. დამწერებული მწერუების ბუდეებს. მოდი ცენტრი ვნახოთ, ნინოწმინდის ცენტრი. ჩვენი სომეხი მოქალაქეები არიან ძირითადი, კიდევ თითქმის 100% ნინოწმინდის მოსახლეობის სამაშველო სამსახური. რაღაც სკოლა იქნება ალბათ, არ ვიცი. აქ რო ვიყავი ჩარშანწინძმაო, ზაფხულის წინაში სუწეროები იყვნენ. ეხლა წავიდნენ თურქეთში. და სადმე ვიპოვოთ გზა ჭამოთ უეჭველი მეცმამშივდა და ახალ ქალაქში გავჩერდით მე. Girani, se načkero mi ajni, Girani, esteleza matani. მოკლედ ვიმყოფებით ახალ ქალაქში. ნუ შეერნობთ ახლა აგერ ეს მეგობრებო, ერთ კვერში გამოვედით ახალ ქალაქში. ცხოვრება როგორია რა? სად ვიყავით? ესე უცებ ავდექით. ანუ შეიძლება შარშან საერთოდ არ ვიცნობდი მაგალითად ლევან გულბანს. ხონია შარშან წინ არ ვიცნობდი ამას 5 წლის წინ არ ვიცნობდი და დღეს ახლა ესე მოვიყარეთ თავი ამ კამანდამ და აი შეერნობთ ახალ ქალაქის რაღაც სკვერში. შევედის პარში სპეციალურად რომ ქართულად
საუბრებოდი კონსულტანტ თუ იცოდა ქართული, აღმოჩნდა რომ ცოტა იცოდა. ვიცი ან ესმით. ესმით ხო და ასე რომ ვთქვათ ვიყიდე ეს კინდერი შოკოლადი, რომელიც ძალიან მიყვარს. Გვარჯილა აგროდონ. ხო რაც ასიამოვნოა და ნუ გასაკვირი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ კანონი გვავალდებულებს. წარწერები ყველაფერზე არის ქართულად. რუსულად, ინგლისურადაც, სომხურადაც, მაგრამ ქართულად ყველა ვარიანტში. გემშვიდობებით. ახალქალაქიდან. მოკლედ დათოლილი ჯავახეთის მთების შემდეგ ჩამოვედით ახალციხეში. ეს ქალაქი არ ვიცი რატომ, მაგრამ ამბობ დროს მომწონს უფრო მეტად და მეტად. მინდა რომ ყველა ქალაქს თავისი დანიშნულება ჰქონდეს და ცხოვრობდეს ყველა ქალაქი რა. სიცოცხლე ჩქეფთეს რა. და რაღაცნაირად თბილისს მაგონებს ეს უბრალოდ რუსთავს ეს ქუჩა. ეს აღმართები როა. ეს კულტურის სახლი ალბათ ან თეატრი, შეიძლება ახალციხე ის. სხვათა შორის რაც გამოვერთ, ბევრზე მაგარი უხდილი არის. ხო, ეს სამცე ჯავახეთის ჩათვალე ცენტრი არის. არ მაგარი ქალაქი არის, მე მაგრამ ევასება. სამცხე ჯავახეთის დედაქალაქია ახალციხე. თან ეს რაბათი რო არის, მაგრად იმაშურა.